საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი. გალტენთაგარტი 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის 13.5%-მდე შემცირებას მოელის. ამის შესახებ ორგანიზაციის მიმოხილვაში აღნიშნული. საქსტატის შეფასებით 2024 წელს საქართველოში ჯამში უმუშევრობის დონე წლიურად 2.5%-ული პუნქტით შემცირდა და ისტორიული მინიმუმი 13.9% შეადგინა. გალტენთაგარტი მოელის, რომ მიგრაციული ეფექტის შერბილებასთან ერთად 2025 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა დაახლოებით 6%-ით, 3 მილიარდ 200 მილიონ დოლარამდე შემცირდება. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია საუბარი. 2025 წლის იანვარში საქართველოს რკინიგზამ 1.100.000 ტონა ტვირთი გადაზიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს რკინიგზა აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად ტვირთბრუნვის წლიური მატება 14%-ია. საქართველოს რკინიგზამ გამოაცხადა ტენდერი რკინა-ბეტონის შპალების შესყიდვაზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 32 მილიონ ლარს აღემატება. ტენდერის თანახმად გამარჯვებულმა კომპანიამ შპალების 24 თვის განმავლობაში მიწოდება უნდა უზრუნველყოს. მოგესალმებით, ეს საქმიანი საღამოა, გადაცემა, რომელშიც ბიზნესსა და ეკონომიკაზე ვსაუბრობთ. ჩვენგან ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის შედეგი, რომელიც იანვარში დაფიქსირდება, ორ ნიშნასთან ახლოს იქნება. დღეს ამ თემაზე მთავრობაში ისაუბრეს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა BMG-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იანვრის ეკონომიკურ ზრდაზე წინასწარ საუბარი მას არ სურს, რადგან დამუშავების შემდეგ შესაძლოა შედეგი წინასწარ დაანონსებულ მაჩვენებელს არ დაემთხვეს. მიუხედავად ამისა, ლევან დავითაშვილი იმედს იტოვებს, რომ ეკონომიკური ზრდა მაღალ ნიშნულზე დასტაბილურდება. ზრდის სტრუქტურაზე მეტი ინფორმაცია მოგაწოდეთ, იმიტომ რომ განახლებული მეთოდოლოგიით საქსტატმა უნდა დაამუშავოს და შესაბამისად ეს კორელაცია პირდაპირ შეიძლება არ დაემთხვეს, რაც იდეაში წინასწარი ინფორმაციით გვაქვს ჩვენ იგივე ფინანსთა სამინისტროდან, რაც ეხება საწარმოთა გაზრდილ ბრუნვებს, თუმცა გარკვეული კანონზომიერება ყოველთვის არსებობს, რომ გაზრდილი ბრუნვები, რა თქმა უნდა, მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე და ეკონომიკურ ზრდაში აისახება. იმდენად დამაიმედებელია მონაცემები, რომ ჩვენ მართლაც ველოდებით მაღალ ეკონომიკურ ზრდას იანვრის თვეში, თუმცა არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწოდო, როცა გვექნება უფრო სრულყოფილი ინფორმაცია, გვექნება საშუალება, რომ გავანალიზოთ. ვიცე-პრემიერმა ეკონომიკის მინისტრმა დღეს იმ სფეროზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგრამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ბოლო პერიოდში რთულად ვითარდება. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებს სწავლობს. როგორც პირველადი მონაცემებით ჩანს, გამოწვევა აპარტამენტებისა და სასტუმროების საკითხი, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაში არიან. მინისტრი ამბობს იმასაც, რომ სახელმწიფო შეუძლია კერძო სექტორთან კოორდინაციით ქვეყნის ცდობადობაზე მეტად იმუშაოს. როჭირდება ამ საკითხის ანალიზი. ჩვენ ტურიზმის ადმინისტრაცია, ეროვნული ადმინისტრაცია ამაზე მუშაობს და მეც გქონდა მუშაობაში. ანალიზი უფრო ღრმა თუ რა გამოწვევები აქვს სექტორს და არის სხვა ტიპის გამოწვევა, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის ეს არის მიწოდების და მოთხოვნის არც შესაფერისი თანხმედრა, როგორც შეიძლება გვისურვოთ, იმიტომ რომ იცით რომ ვითარდება მიწოდება ძალიან გაზრდილია ზოგიერთი ტიპის ტურისტულ პროდუქტზე, რომელზეც შეიძლება ნაკლები მოთხოვნა და პირიქით შეიძლება რაღაცაზე იყოს მეტი მოთხოვნა და ასეთი ტიპის მიწოდება არ არის. თეული ადამიანები თუ რაღაც თავისას აფიქსირებენ, ეგ არ ნიშნავს, რომ ტურისტულ სექტორთან მთლიანად როგორც დარგთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, არანაირად მე თვითონ მოვიკითხე, რამდენიმე დღის წინაც მქონდა გავიარეთ გეგმები, მათ შორის მიმდინარე წლის და უფრო გრძელვადიანის ტურიზმის ადმინისტრაციის და ტურიზმის ადმინისტრაციას აქვს საკმაოდ ადეკვატური გეგმები, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ მათ შორის ტურისტული პროდუქტი გაუმჯობესდეს, იმ კანონმდებლობის შესაბამისად
შემოვიდეს სტანდარტები, შემოვიდეს მართვის ახალი პრინციპები და ბევრი სხვა რამ, რაც ჩვენ სექტორს კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანის გახდეს, იმიტომ რომ გრძელვადიანი მდგრადობისთვის სხვანაირად ეს ფუნდამენტური რეფორმების გარეშე არ შეიძლება. კიდევ ერთი თემა, რომლის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დღეს ისაუბრა, საქართველოში მიმდინარე ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი იყო. ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლის სპორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სიახლეები ჯერჯერობით იმიტომ არ გავრცელებულა, რომ მთავრობა მოლაპარაკებას იმ ახალ კომპანიასთან მართავს, რომელიც ჩინურ CCCC-სთან ერთად ანაკლის პროექტის განვითარებას განიხილავს. როგორც მინისტრი BMG-ს კითხვის საპასუხოდ ამბობს, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ მოლაპარაკებები უფრო სწრაფად წარიმართებოდა, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობით კონტრაქტი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაფორმდება. ვძლებთ, რომ კონტრაქტი გავაფორმოთ უკვე ამ გაზაფხულზე, არაუგვიანეს ზაფხულისა. მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, მაგრამ კონფიდენციალურია, მე სამწუხაროდ ვერ გაცნობთ მეტ ინფორმაციას, თუმცა იმ მოლოდინი იყო, რომ უფრო სწრაფად მოხდებოდა მოლაპარაკებების რაუნდებიც უფრო სწრაფად შედგებოდა და შედეგებიც უფრო სწრაფად იქნებოდა, თუმცა გვესმის, რომ რამდენიმე მსოფლიოს წამყვანი კომპანია არის მოლაპარაკებებში ჩართული, სხვა შორის დღესაც იმართება ერთი რაუნდი მოლაპარაკებების და უბრალოდ მეტი ინფორმაცია დღეს არ შემიძლია საზოგადოებას მივაწოდოთ, მაგრამ უახლოეს ხანებში რა თქმა უნდა მოგაწვით ძალიან საინტერესო ინფორმაცია. ეს ახალი მოთამაშე საიდან არის? ამერიკული კომპანია ან ევროპული? ვერ მოგახსენებთ მეც, მაგრამ თუ სამეზობლოდან მაგალითად აზერბაიჯანი. ეს საერთაშორისო კომპანიები, რომელსაც აქვს საერთაშორისო დაფარვა წამყვანები თავის დარგში. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საგადასახადო შეღავათი, რომელიც ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების მიერ მათ საკუთრებაში არსებული აქტივების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში გაუქმდა, საქართველოში კაპიტალის შემოტანას უწყობს ხელს. თავად ეს საკითხი კი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის იანვარში იმპორტის 45%-იანი ზრდა რეალურად 491 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატების იმპორტმა განაპირობა. იმპორტი განხორციელდა 3 ამანათის მეშვეობით, რომელთაგან 2 ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ერთი კი გაერთიანებული სამეფოდან გამოიგზავნა. აღნიშნულის გარეშე იმპორტი მხოლოდ 1,100 მილიონი დოლარი იქნებოდა, რაც წლიური ზრდის კუთხით 1,8%-ის ტოლი უნდა ყოფილიყო. როგორც ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა დღეს განაცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, მოხდა თუ არა ქვეყანაში 491 მილიონი დოლარის ნახატების და 33 მილიონი დოლარის ღირებულების ქანდაკებების იმპორტი ოფშორული კომპანიების საგადასახადო შეღავათების საფუძველზე. მინისტრმა არც იმპორტიორის ვინაობა გაამხილა, რომელიც შესაძლოა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყოს. არ მაქვს ინფორმაცია სამწუხაროდ, მაგრამ შეიძლება დავაზუსტოთ შემოსავლების სამსახურში და ძალიან მარტივია, თქვენც რო კი კითხოთ, ალბათ უფრო დეტალურად მოგაზრდიან ინფორმაციას კოლეგები ფინანსის სამინისტროდან. ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო თუ არა იმპორტირებული ეს ქანდაკებების ნახატები? პრესვერს დაგიდასტურეთ, ვერცვალ. არც მოგიკითხავთ ისე, როდესაც ქვეყანაში 491 მილიონის ნახატები და ქანდაკებები შემოვიდა. ნამდვილად არ გამაჩნია კონკრეტულ ტრანზაქციებზე, ფინანსის სამინისტროს ნამდვილად ექნება ეს ინფორმაცია. თქვენ ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით იცით, მეც გამიკეთებია რამდენიმეჯერ კომენტარი, რომ ზოგადად ნებისმიერი საგადასახადო შეღავათი, რომელიც სტიმულს აწვევს ქვეყანაში კაპიტალის შემოტანის, მისასალმებელია ჩვენი კუთხით, ჩვენი პერსპექტივით. არ აქცეუბრია ნახატების და ქანდაკებების ეკონომიკის სამინისტროს იმპორტი. პოზიციიდან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტროს პოზიციიდან გამომდინარე, ამიტომ ეს საგადასახადო შეღავათი ხო არ ეხება მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებს, ეს ეხება ზოგადად კლient კაპიტალის საქართველოში შემოტანის წახალისებას და ნებისმიერი სამახალისებელი ღონისძიება ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილია. საქართველოს რკინიგზამ 32 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა, რომელიც კომპანიისთვის რკინა-ბეტონის მასალის შესყიდვას ისახავს მიზნად. ტენდერის თანახმად გამარჯვებულმა კომპანიამ რკინიგზას მოთხოვნილი პროდუქცია 2 წლის განმავლობაში უნდა მიაწოდოს. ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იმ კომპანიებს, რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. რკინიგზა ასევე ითხოვს მინიმუმ 2 სარკინიგზო კომპანიის რეკომენდაციას და საბანკო გარანტიას. აქვე რკინიგზის უახლოეს მონაცემებსაც გაგაცნობთ. 2025 წლის იანვარში საქართველოს რკინიგზამ 1,100,000 ტონა ტვირთი გადაზიდა, ანუ თბილისურმა ჯამში 14%-ით იმატა. პარალელურად 30%-ით გაიზარდა შემოსავალი სატვირთო გადაზიდვიდან და 37%-ით საკონტეინერო გადაზიდვებიდან. კონკრეტულად რა თანხებზე გავიდა საქართველოს რკინიგზა ამ პერიოდში არ არის დაკონკრეტებული, მაგრამ როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, იანვარში სტატისტიკა 10 წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა.
როგორც TBC-ის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში ვკითხულობთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა. ოთარ ნადარეიას გუნდის შეფასებით წმინდა შემოდინების მატება თანხმედრაშია იმ ოლოდინთან, რომელიც საინვესტიციო ბანკს წინა განახლებების დროს ჰქონდა. TBC-ში აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ სამომავლოდ მოხმარების ზრდა სენტიმენტების შედარებით გაუმჯობესება განაპირობებს, ზრდა იმპორტშიც გამოიკვეთება, რაც ლარზე პოზიტიურ ეფექტს შეასუსტებს. ამავდროულად ასეთ სცენაზე გათვალისწინებულია ეგრეთ წოდებული კარგი დროის ბუფერი, რაც დეპოზიტების კვლავ ლარში კონვერტიზაციას მოიაზრებს. ქართულ ეკონომიკაზე საუბარი BMG-ზე საქმიანი საღამოს დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან სწორედ ეს თემა შეერჩია თელარა გელანტიამ დღევანდელი ეპიზოდისთვის, რომელიც საღამოს 10-ის ნახევარზე დაიწყება. ვნახოთ გადაცემის ანონსი, რომლის შემდეგ მოგიყვებით, თუ რა ხდება ბირჟებზე. 25 თებერვალი, 16 საათი. იფიცება საქართველო უკვე მეორედ. გაიფიცება დასაქმებული თუ დამსაქმებელი. დავდგებით საკუთარი ოფისებისა და სამსახურების წინ და შემდეგ მარშებად დავიძრებით გმირთა მოედნისკენ. აცხადებენ ორგანიზატორები. რა ფასი აქვს პროტესტის ამ ფორმას მაშინ, როდესაც მმართველი პარტია არ იმჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. მოქალაქეების აზრით კი გამოსავალი ახალ არჩევნებში და სინდისის პატიმრების გათავისუფლებაა. დღეს საღამოს 10-ის ნახევარზე BMG TV-ზე ფინანსისტი და ბიზნესის მრჩეველი ნიკოლოზ შურღაია წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. საქმე საღამოს საფონდო ბირჟებზე საუბრით ვაგრძელებთ. უნდა დავიწყოთ პირველ რიგში განვლილი კვირის შეჯამებით, რომელიც ამერიკულ ინდექსებისათვის ფრიად არასახარბიელო იყო, ვინაიდან ვიხილეთ საშუალოდ 2%-იანი კლება. ზოგიერთ კომპანიასთან მიმართებით კლების მაჩვენებელი 7-8%-საც კი აჭარბებდა, რაც საერთო ჯამში განპირობებული იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული განცხადებებით და გადაწყვეტილებებით. განსაკუთრებით სენსიტიურად კი ინვესტორებმა ახალი ტარიფების დაანონსების სიახლე მიიღეს, რომელიც ავტომობილებზე, ნახევარგამტარებსა და სხვა სახის პროდუქციაზე 25%-იანი საიმპორტო ტარიფების ამოქმედებას უკავშირდება. ასეთ სიახლეს, როგორც წესი, ინვესტორები ნეგატიურად იღებენ, რადგანაც არსებობს რისკი იმისა, რომ ტარიფები სანქცირებულმა სახელმწიფოებმა უკან დააბრუნონ და ამით საბოლოო ჯამში ვაჭრობა გართულდეს. განსაკუთრებით სენსიტიური კი არის ევროკავშირის რეგიონი, რომელიც უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ საპასუხო ტარიფებს ამზადებს ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ამ ყველაფრის ფონზე ასეთი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში ამ ეტაპზე, როგორც ხედავთ Wall Street-ის საფონდო ბირჟაზე, ვითარება არის შედარებით უკეთესი, ვიდრე ეს იყო პარასკევს და ხუთშაბათს. როგორც ხედავთ, S&P 500 ინდექსის ღირებულება მცირედით 0.11%-ით არის გაზრდილი, თუმცა ბირჟა არის საკმაოდ ვოლატილური. მატება გვაქვს ასევე Dow Jones-ის ინდექსთანაც, ამ შემთხვევაში ზრდის მაჩვენებელი 0.40%-ია, ხოლო Nasdaq-ის ინდექსთან მიმართებით ხედავთ კორექციას და ის შეადგენს -0.34%. საერთო ჯამში ბირჟა, როგორც გითხავით, დღის განმავლობაში არის ძალიან მერყევი. გადავინაცვლოთ ევროპაში, სადაც ინვესტორების განწყობა არის ნეგატიური, როგორც ხედავთ, 0.21%-ით არის შემცირებული ევროპის 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია. შანხაის ინდექსთან მიმართებითაც ასევე ნეგატიური შედეგი გვაქვს, ამ შემთხვევაში კლება 0.19%-ია, ხოლო იაპონიაში ნიკეის ინდექსთან მიმართებით ზრდა არის +0.25%. აქვე ენერგეტიკულ ბირჟაზეც უნდა გადავინაცვლოთ, სადაც მცირედი 0.5%-იანი მატება გვაქვს ნავთობთან მიმართებით და როგორც ხედავთ, ბრენტის ღირებულება $75 ნიშნულს უახლოვდება, WTI-ის ფასი კი $71 ფარგლებშია. საბრძოლოდ ამისა, დაახლოებით 2%-ით არის გაიაფებული რუსული ნავთობი და ურალის ფასი შეადგენს $78. ზრდა გვაქვს განსხვავებით ამისგან 2.5%-იანი ბუნებრივი აირთან და უკვე 47 ევროიან ნიშნულს უახლოვდება მეგავატის საათი ენერგიის ღირებულება ევროკავშირის მასშტაბით. აქვე ზრდასთან დაკავშირებით ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც დამატებით $7-ით გაძვირდა და უნცია მეტალის ფასი 2941 შეადგენს. ერთ თვეში მატება არის 7%-ზე მეტი, ერთწლიან პერიოდში კი თითქმის 45% ვერცხლთანაც ანალოგიური შედეგი გვაქვს დაახლოებით 44%-იან ზრდას ხედავთ ამ მიმართულებით. დროა კრიპტოინდუსტრიაზე გადავინაცვლოთ, რომელსაც ბოლო პერიოდში დიდად გამორჩეული და საინტერესო შედეგები არ აქვს, რაც პრინციპში არის კორელაციაში Nasdaq-ის საფონდო ბირჟის არასახარბიელო შედეგებთან, რადგანაც როდესაც ეცემა ტექნოლოგიური კომპანიების შეფასება, მაშინ როგორც წესი ბიტკოინის კაპიტალიზაციაც იკლებს. ამ ყველაფრის ფონზე
კრიპტოინდუსტრიის საერთო შეფასება შეადგენს 3 ტრილიონ 220 მილიარდ დოლარს, ანუ კლება გვაქვს 3.9%. ბიტკოინის ფასი 94700-ის ფარგლებშია, ეთერიუმი დაახლოებით 2700 დოლარად ევაჭრება. ცვლილება არის მინიმალური, საერთო ჯამში მაინც კლებისკენაა ბირჟა მიმართული და კორექცია არის საშუალოდ 1-დან 5%-ის ფარგლებში. კაპიტალიზაცია ამ ყველაფრის ფონზე ბიტკოინისა გვაქვს ტრილიონ 877 მილიარდი, ეთერიუმის კი 322 მილიარდი დოლარი. აქვე უნდა გადავინახოთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილი. დავიწყოთ საქართველოს ბანკით, რომელსაც დღეს აქვს მცირედი კორექცია და როგორც ხედავთ, Lion Finance Group-ის შეფასება 0.75% არის დღის განმავლობაში შემცირებული. TBC-ის ჯგუფს პირიქით საპირისპირო კარგი შედეგი აქვს, მატება არის +9% და საერთო ჯამში, როგორც ხედავთ, ბოლო პერიოდში TBC-ის შესანიშნავი შედეგები აქვს და კომპანიის შეფასება ამჟამად იმყოფება რეკორდულ ნიშნულზე. აქვე ჩვენს ეროვნულ ვალუტასაც უნდა გადავალოთ თვალი, რომლის გასვლითი კურსი დოლართან მიმართებით იცევდა ისევ 2.91-ის ფარგლებში მერყეობს. ევროს გასვლითი კურსი არის 2.94, ხოლო სტერლინგის გასვლითი კურსი 3.55-ია და ბოლოს. ორივე სიტყვა ლარში ინვესტორების შესაძლებლობაზეც უნდა ვთქვათ, რომელსაც Foresight Investment Group-ი გვთავაზობს. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და მით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობა წლიურად საშუალოდ სტანდარტულად დაახლოებით 9% შეადგენს, ხოლო ანგარიზე 50000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აჭარბებს 10%-ს. ეს არის წლიური სარგებელი, თუმცა ის თქვენ გერიცხებათ ყოველდღიურ რეჟიმში. მიღებული თანხის გატანა, მისი მოცულობის გაზრდა ან შემცირება შეგიძლიათ ყოველდღიურად შეზღუდვების გარეშე. Foresight Investment Group კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, აი ესეთი ვითარება გვაქვს ჩვენ ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, საქმეის საღამოს კი სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვაგრძელებთ. დღევანდელ საქმეის საღამოში ძალიან ბევრს ვისაუბრებთ გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებზე და იმ კომპანიებზე, რომელთა აქციები როგორც წესი ივაჭრება საფონდო ბირჟებზე. ერთ-ერთი ასეთი კომპანია არის Amazon-ი, რომელიც წლებიარად აღარ არის ჩვეულებრივი ონლაინ მარკეტპლეისი, პირიქით ის ყველაზე დიდი მოთამაშეა cloud ბაზარზე და აგრეთვე რამდენიმე წლის წინ ოფიციალურად შევიდა Amazon-ი ასევე კინოინდუსტრიაში, როცა შეიძინა MGM-ი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საკულტო კინომწარმოებელი კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში. MGM-ის ტრანზაქციასთან დაკავშირებით თავის დროზე მოყვა პაკეტში ასევე James Bond-ის ფრენჩაიზი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და პოპულარული კინოფრენჩაიზია მსოფლიოში. დღეს მოგიყვებით კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც სწორედ ამ ფრენჩაიზს უკავშირდება და Amazon-ს მათ გარიგებას. Amazon-თან ერთად ვისაუბრებთ Alibaba-ზე, მოგიყვებით თუ რა განაპირობებს აქციის ბოლოდროინდელს დას, ასევე ვისაუბრებთ დღევანდელ ძალიან მკვეთრ კლებაზე და ცხადია ასევე ვისაუბრებთ რუსეთ-უკრაინის ომზე და იმ ვითარებაზე, რომელიც არის შექმნილი ომში მყოფ ქვეყანაში. დღეს 24 თებერვალია, რაც საკმაოდ სამწუხარო თარიღია მთელი მსოფლიოსათვის, ვინაიდან დღეს არის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების 3 წლის თავი. სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ დღეს საქმეის საღამოში, მიმოვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან ეკონომიკურ თუ სხვა სახის ინდიკატორს, რომელიც ამ ომს უკავშირდება და შევაფასებთ იმას, თუ რეალურად როგორი ზარალი გამოიწვია რუსეთის მხრიდან ომის დაწყებამ. ასევე გაგაცნობთ იმ ძირითად რიცხვებსაც, რომელზედაც ტრამპი ძალიან ხშირად აპერირებს და აგიხსნით რეალურად რა მოცულობის ვალთან და დანაკარგთან აქვს საქმე უკრაინას. მანამ სარამ ამ და სხვა საინტერესო საერთაშორისო სიახლეებს გაგაცნობთ, პირველ რიგში საქმეის საღამოში ერთ ძალიან საინტერესო ქართულ კომპანიას გაგაცნობთ. საქართველოს ტექნოლოგიური სექტორი სწრაფად ვითარდება, რაც გასაგებიცაა, რადგან ხშირად ინოვაცია და სიახლეები საქართველოში სწორედ სტარტაპებს შემოაქვთ. ეკოსისტემის განვითარების კვალდაკვალ კი იზრდება იმ სტარტაპების რიცხვი, რომელთაც საქართველოში შექმნილი ნოუ-ჰაუ საზღვრებს გარეთ გააქვთ. აი სწორედ ასეთი კომპანიაა ციფრული ინდუსტრიის აკადემია, რომელიც საქართველოს ციფრული განათლების სექტორში მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას გლობალურ პარტნიორ ტეზერთან ერთად სხვადასხვა კონტინენტზე მდებარე სხვადასხვა ქვეყანაში აზიარებს. ტეზერისგან მოზიდულ ინვესტიციაზე, აკადემიის გაფართოების სტრატეგიაზე, კომპანიის ნოუ-ჰაუზე და სამომავლო გეგმებზე ციფრული ინდუსტრიის აკადემიის გენერალურ მენეჯერს ნილდე კოქს ვესაუბრეთ და ახლა ADI-ის ამბებს საქმიან საღამოში გაგაცნობთ.
ხელოვნური ინტელექტის განვითარების კვალდაკვალ ჩვენი ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად ვითარდება. McKinsey-ის შეფასებით AI-ის და ავტომატიზაციის გამო სამუშაო როლის შეცვლა მსოფლიოს სამუშაო ძალის მეოთხედს მოუწევს. ამავე დროს LinkedIn-ის პროგნოზით 150 მილიონამდე ახალი ციფრული სამუშაო ადგილი შეიქმნება ისეთ სფეროებში, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა დამუშავება, cloud ტექნოლოგიები და სხვა. ეს პროცესი დაძრულია, რადგან როგორც კომპანიების 67% PwC-სთან ამბობს, ხელოვნურ ინტელექტს ისინი უკვე აქტიურად იყენებენ. ახალი თაობის სამსახურს ახალი ტექნოლოგიების ცოდნა და ის უნარები სჭირდება, რომელსაც მომავლის ბაზარი მოითხოვს. აი სწორედ ეს მიზანი დაისახეს ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, რომელიც 6 წლის წინ საქართველოში დაფუძნდა და კრეატიულ და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კადრების უმრავლესობას ფუნდამენტური უნარების განვითარებაში დაეხმარა. ასე შეიცვალა კომპანიის და ქვეყნის რეალობა, რადგან როგორც აკადემიაში ამბობენ, ქვეყნის დაჩქარებულ გაციფრულებაში ციფრული ინდუსტრიის აკადემიის წვლილი საკმაოდ დიდია. ციფრული ინდუსტრიის აკადემია დღეს უკვე 4 ქვეყანაში ოპერირებს და მსოფლიოს მასშტაბით 30,000-მდე კურსდამთავრებულს და 200-მდე თანამშრომელს აერთიანებს. გასული 2024 წელი კომპანიისთვის სიახლეებით და გამოწვევებით იყო ახსილი, ხოლო აკადემიის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე კომპანიის ახალი გენერალური მენეჯერი ნილ დე კოკი გვესაუბრა. საკუთარ თავს ძალიან ამბიციური მისია დაუსახეთ. გვინდა რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩვენს აკადემიას შემოერთდება, კონკრეტული პრაქტიკული უნარები განუვითარდეს, რომელზედაც ბაზარზე მოთხოვნა. ინტერნეტში და ფიზიკურად ბევრ პროგრამას ხვდებით, მაგრამ ისინი უმეტესწილად სტუდენტებს მხოლოდ თეორიულ ცოდნას აძლევენ. ჩვენი აზრით ეს სურათის მხოლოდ ნახევარია, რადგან მთავარი უნარი, რომელსაც დამსაქმებლები ითხოვენ, აღსრულება. კარგია, როცა ადამიანთან საუბარი შეგიძლია, მაგრამ დამსაქმებლებს შედეგი აინტერესებთ. აი სწორედ ესაა ჩვენი წარმატების ინდიკატორი. ამასთან მნიშვნელოვანია ფიზიკური შეხვედრები, რომლებზეც ჩვენს ათასობით სტუდენტს ერთმანეთის გაცნობის საშუალებას ვაძლევთ. ასე ჩვენი კურსდამთავრებულები თავს ერთი პროფესიული საზოგადოების წევრებად აღიქვამენ, რაც დახმარების მიღებას, ინფორმაციის გაცვლას თუ სხვადასხვა საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასაც უმარტივებთ. ციფრული ინდუსტრიის აკადემიის უნიკალურობა სწორედ კონკრეტულ პრაქტიკულ უნარზე კონცენტრირება. თითოეული კურსი ისეა შედგენილი, რომ დასრულების შემდეგ ხელთ ნამუშევრების პორტფოლიო ან პროდუქტი გრჩება, ანუ შენ მიერ შექმნილი კონკრეტული ფიზიკური ნამუშევარი, რომელიც შეგიძლია ბაზარზე გაიტანო და პოტენციურ დამსაქმებელს დაუმტკიცო, რომ გაქვს როგორც პოტენციალი, ასევე ყველა ის უნარი, რომელსაც ის ითხოვს. ჩვენი ხედვით მომავალში ყველას კონკრეტული მოთხოვნადი უნარი ექნება განვითარებული, რომლის დახმარებით ადამიანი ეკონომიკის ნაწილი იქნება. აი ეს არის ჩვენი გრძელვადიანი მიზანი. გვინდა შევქმნათ გლობალური საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა დასრულების შემდეგ თანამედროვე სამყაროში დასაქმება მარტივი იქნება. საქართველოში გაფართოების პარალელურად აკადემიის დამფუძნებლებს ძალების მოსინჯვა ახალ ბაზრებზე სურდათ, რისთვისაც ინვესტიცია ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია ტეზერისგან მოიზიდეს. ტეზერისთვის განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია, ხოლო ციფრული ინდუსტრიის აკადემია დღემდე ერთადერთი ამ ტიპის კომპანიაა მის ჰოლდინგში. 2024 წელს მოზიდულმა ინვესტიციამ ქართული კომპანიის გლობალურ ექსპანსიას სათავე დაუდო და დღეს ციფრული ინდუსტრიის აკადემია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებს. ტეზერის ინვესტიცია ძალიან გვახარებს, რადგან მისი დახმარებით საქართველოში შექმნილი პროდუქტის და იდეის გლობალურ აუდიტორიამდე მიტანა შეგვიძლია. ინვესტიციის დახმარებით საერთაშორისო ექსპანსიას ვიწყებთ და თან საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში ყველა კონტინენტზე შესვლას გეგმავთ. გვინდა ევროპის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და აზიის რამდენიმე ქვეყანა მოვიცვათ. ამ დროისათვის უკვე ვოპერირებთ ყაზახეთში, ჩეხეთში და გაერთიანებულ სამეფოში. შემდეგ ბაზრებად ესპანეთი და პოლონეთი ავირჩიეთ, ხოლო მომდევნო 2-3 წელიწადში 5-დან 15-მდე ახალ ბაზარზე შესვლა გვსურს. ახალ ბაზარზე შესვლა ყოველთვის რთულია, მით უმეტეს კომპანიისთვის, რომელმაც ოპერირება საქართველოში დაიწყო. თუმცა ტრადიციული ფინანსური, ბიუროკრატიული და იურიდიული გამოწვევების გარდა, რომელთაც გაფართოებისას ყველა ბიზნესი აწყდება, განათლების სექტორის კომპანიას სხვა საფიქრალიც აქვს, რაც კონკრეტულ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის ცოდნის მშობლიურ ენაზე და მშობლიური კულტურული ნიუანსების გათვალისწინებით გულისხმობს. როგორც ADI-ში ამბობენ, ამ მიზნისთვის კომპანიამ ჰიპერლოკალიზაციის სტრატეგია შეიმუშავა, რაც სამიზნე ბაზართან სრულ ადაპტაციას გულისხმობს. განათლებისა და სწავლისათვის მნიშვნელოვანია ცოდნა იმ ენაზე მიიღო, რომელიც გესმის. სკოლაში ერთ ენაზე ვსაუბრობდი, უნივერსიტეტში კი მეორეზე და ამ ტრანსფორმაციასთან შეგუება საკმაოდ რთულია. ერთი დეტალი, რომელსაც დიდ ყურადღებას უთმობთ, ჰიპერლოკალიზაცია, ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენა, არამედ თემები, კულტურა და ის პლატფორმები და ხელსაწყოები, რომელსაც ადამიანები ჩვენთან და სასწავლო მასალასთან ურთიერთობისას იყენებენ. ამ ყველაფრის ლოკალიზება რთულია, რადგან თითოეულ ქვეყანაში განსხვავებული
ნიუანსებია, მათ საკუთარი კულტურა და იდენტობა აქვთ. ჩვენ კი სტუდენტებთან შეხვედრა მათთვის ნაცნობ გარემოში გვინდა. ამიტომაცაა ერთ უნიკალურ მიდგომას რომ არ ვიყენებ, რადგან თუ რაღაცამ გაამართლა საქართველოში, არ ნიშნავს რომ იგივე გაამართლებს გაერთიანებულ სამეფოში. იდეა და ღირებულება, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ, არ იცვლება, ხოლო ჩვენ ბაზრის უკეთ შეცნობას ვცდილობთ, რათა გავიგოთ, რით განსხვავდებიან ადამიანები ბრიტანეთში იმათგან, ვინც ყაზახეთში ცხოვრობენ. გვაინტერესებს რა აინტერესებთ, რა ტექნოლოგიებს და ხელსაწყოებს იყენებენ და რომელი უნარების განვითარება სურთ. გლობალურ ექსპანსიასთან დაკავშირებული ჩვეულებრივი გამოწვევების გარდა და ამ მხრივ მასშტაბირებას, ბიუროკრატიას და სხვადასხვა ქვეყანაში კადრების აყვანას გულისხმობ, დამატებით გამოწვევა საგანმანათლებლო სექტორი და ის მიდგომა ქმნის, რომელიც განათლების მიმართ გვაქვს, რადგან გსურს გავიცნოთ ადგილობრივი კულტურა და გავიგოთ, როგორ შევხვდეთ სტუდენტებს მათსავე ქვეყანაში. როგორც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ამბობენ, კომპანიას გამოწვევების არეშინია და მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ყველა კონტინენტზე შესვლის მიზანი სწორედ ამის დასტურია. გეოგრაფიულ გაფართოებასთან ერთად ADI-ში აქტიურად მუშაობენ შიდა ტექ პლატფორმის დანერგვაზეც, რომელიც სტუდენტებს ერთ სივრცეში კურსზე დასწრების, დავალებების შესრულების და ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება, რაც სწავლას კიდევ უფრო გაამარტივებს და სასიამოვნოს გახდის. 2025 წლის 24 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 3 წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ომმა კოლოსალური ადამიანური დანაკარგი, ინფრასტრუქტურული ნგრევა და გლობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ზუსტი მონაცემების დადგენა ნამდვილად რთულია, რადგან ორივე მხარე განსხვავებულ სტატისტიკას ავრცელებს, თუმცა ექსპერტების შეფასებით ადამიანური დანაკარგის საერთო მოცულობა 1,5 მილიონის ფარგლებშია. თუკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაუჯერებთ, მიმდინარე ომში რუსეთმა 900,000 ჯარისკაცი, უკრაინამ კი 700,000 ადამიანი დაკარგა. სამოქალაქო დანაკარგების ზუსტი რაოდენობა კვლავაც უცნობია, თუმცა ვიცით, რომ მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა. საერთო ჯამში ომის გამო უკრაინა 7 მილიონმა მოქალაქემ დატოვა. მათი დიდი ნაწილი კი ახალგაზრდა იყო. ბუნებრივია, ომის შედეგად უკრაინის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. განადგურდა ათასობით საცხოვრებელი სახლი, კორპუსი, სკოლა, საავადმყოფო და სხვა საზოგადოებრივი ობიექტი. განსაკუთრებით დაზარალდა ქვეყნის აღმოსავლეთით მყოფი რეგიონები, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. გარდა ამისა, რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი დარტყმა მიიტანა, რამაც უკრაინის ენერგეტიკული სისტემა კრიტიკულად დააზიანა. საერთო ჯამში ინფრასტრუქტურული ზარალის მოცულობა 486 მილიარდ დოლარს აღწევს, ანუ თითქმის 9 ტრილიონ დოლარს. ომის განმავლობაში ორივე მხარემ მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსები დახარჯა. სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დათვლებით, ომში 10,000-მდე ტანკი და ჯავშან ტექნიკა განადგურდა. ასევე ჩამოგდებული იქნა 370 თვითმფრინავი და 340-მდე ვერტმფრენი. ამასთან განადგურდა 26,000-მდე დრონი, 24,000-მდე საარტილერიო დანადგარი და 30-მდე საბრძოლო ხომალდი. საერთო ჯამში ომში გამოყენებული სამხედრო ტექნიკის ღირებულება 200 მილიარდ დოლარს აღწევს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი კი რუსეთზე მოდის, რადგან შეტევა ყოველთვის უფრო რთული და ძვირია, ვიდრე თავდაცვა. რა თქმა უნდა, ომმა კოლოსალური ზიანი მიაყენა უკრაინის ეკონომიკას. დაზიანებული ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის გადინება და წარმოების შემცირება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა. საერთო ჯამში ომის შედეგად უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 50 მილიარდი დოლარით შემცირდა. პირველ წელს კი ეკონომიკური კლების მაჩვენებელი საერთოდაც 29% იყო. ომის შედეგად დარტყმა რუსეთის ეკონომიკამაც მიიღო, თუმცა შედარებით ნაკლები სიმწვავით, რადგან პირველ წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა სულ რაღაც 2,1%-ით შემცირდა. საერთაშორისო სანქციების და შეზღუდვების დაწესების ფონზე რუსეთის სრულად გადაერთვა ენერგეტიკული რესურსების რეალიზაციაზე. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი სამომავლო ზრდის პროგნოზი გაცილებით უარესი იქნება, ვიდრე ეს ომამდე შეიძლება ყოფილიყო. ამჟამინდელი მდგომარეობით რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მოცულობა 145 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც მთლიანი სამთავრობო ბიუჯეტის 32.5%-ია და მთლიანი შიდა პროდუქტის 7.5%-ს წარმოადგენს, რაც კოლოსალური მაჩვენებელია და იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის რესურსების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ომზე იხარჯება. ყველაფრის მიუხედავად, ჩინეთისა და ინდოეთის წყალობით რუსეთი მდგრადობას ინარჩუნებს, რადგან ზემოხსენებული ქვეყნები იმაზე მეტ ნავთობს და გაზს ყიდულობენ რუსეთისგან, ვიდრე ევროკავშირი ამას ოდესმე ახერხებდა.
ცხადია, მოკავშირეების გარეშე არც უკრაინა დარჩენილა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ დახმარების სახით 175 მილიარდი დოლარი გამოუყო. აქედან 54 მილიარდი კი პირდაპირ სამხედრო დახმარება იყო. თუმცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაცემული თანხის მოცულობა თითქმის ორჯერ მეტი იყო და ის ამერიკამ უკან უნდა ამოიღოს. შედარებისთვის, ევროკავშირის მხრიდან გამოყოფილი დახმარების მოცულობა 126 მილიარდ დოლარს შეადგენს. აქედან 73 მილიარდი კი ჰუმანიტარულ დახმარებაზე იყო მიმართული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თანხის დიდი ნაწილი გრძელვადიანი კრედიტის სახითაა გაცემული, ანუ ეს სესხია და არც გრანტი, რაზედაც ტრამპი ძალიან ხშირად აპელირებს. საერთო ჯამში ამერიკის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ჩართულობით უკრაინაზე გაცემული დახმარების მოცულობა 340 მილიარდ დოლარს აღწევს, თუმცა ამ თანხის ნაწილი ჯერაც არ არის ჩარიცხული, რადგან ის მრავალწლიან პროგრამებზე არის გაცვლილი. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტის ეკონომიკური სარგებელი არც ერთი მხარისათვის არ ყოფილა მომტანი. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ტერიტორიებს თუ არ ჩავთვლით, რომელზედაც კონტროლი რუსეთმა მოიპოვა. ამ მიმართულებით კი კრემლის მორაგარი 113,000 კვადრატულ კილომეტრს აღწევს, რაც უკრაინის საერთო ტერიტორიის 20%-ია და მასზე ფასის დადება საკმაოდ რთულია. უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების მესამე წლის თავზე გრძელდება მოლაპარაკებები ერთი მხრივ უკრაინას, მეორე მხრივ რუსეთის ფედერაციას და მესამე მხრივ ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რომ ეს ომი დასრულდეს. პირდაპირ უკრაინა მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები მისი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეშვეობით ახერხებს და ასრულებს მედიატორის როლს ერთ და მეორე მხარეს შორის. მაგრამ ამ მხრივ თავად უკრაინას აქვს შეჯერობით მოსალაპარაკებელი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რადგან დონალდ ტრამპი ამ ან მსვლად კონკრეტულ ფინანსურ გარიგებას თავაზობს ვოლოდიმირ ზელენსკის. ეს გარიგება არის მინერალების შეთანხმება, რომელზედაც ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი არის სასაუბრო. ეს არის დაახლოებით, როგორც დონალდ ტრამპს სურს, 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი მეტალები, მინერალები და სხვა ბუნებრივი წიაღისეული, რომელიც როგორც ამბობენ, არის უკრაინის ტერიტორიაზე. ეს ხადია დაზუსტებით დათვლილი არ არის, ეს დაახლოებითი მონაცემია, მაგრამ არსებობს ასეთი ვარაუდი, რომ ამ ტიპის საქონელი არის უკრაინის მიწაში და იმ დახმარების არასრულად, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წლების განმავლობაში უკრაინას აღმოუჩინა, უნდა მიიღოს ამერიკამ სწორედ ამ მინერალებს ეწოდება და მათი საკუთარი ნების მიხედვით გასხვისების უნარი. თავის დროზე ითქვა 500 მილიარდი დოლარი ეს თანხა, რომელიც ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, მართლა ამდენი იქნება თუ არა, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკი როგორც ჩანს, მას არ სურს საერთოდაც ამ მოლაპარაკებაზე წამოსვლა, რადგან მისი შეფასებით საუბარია ეხება არა 500 მილიარდს, არამედ დაახლოებით სხვა რიცხვს, რაც არის დაახლოებით 120 მილიარდი დოლარი, რომელიც სწორედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაბილიზეს. სხვა თანხა დაახლოებით ამდენივე მოაბილიზეს სხვა ქვეყნებმა, ხოლო ომი ჯამში, როგორც ზელენსკი ამბობს, მაგდენი არ დამჯდარა და დაიჭრა დაახლოებით 320 მილიარდი დოლარი, რომლის დიდი ნაწილი თავად უკრაინა მოაბილიზა საკუთარი შიდა სახსრების მეშვეობით. შესაბამისად, ამიტომაც არ სურს უკრაინის პრეზიდენტს, რომ გააკეთოს ასეთი ტიპის ტრანზაქცია, რომელიც მისი დათვლებით თუ კი მართლა დათანხმდა უკრაინა, დაახლოებით 250 წელი შეიძლება დასჭირდეს მისი ვალის ამოღებას, რაც ნიშნავს, რომ უკრაინელთა 10 თაობა იქნება ვალდებული, რომ ეს ვალი გადაუხადოს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ისიც იდეალურ პირობებში თუ ამ 250 წლის განმავლობაში არაფერი არ მოხდება და ამ ვალის გადავადება არ გახდა საჭირო, თორე თუ ვალი გადავადდა, შესაბამისად გაიზრდება მისი ხანგრძლივობაც და ის ჯამური თანხა, რომელიც გადახდაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უკრაინას მოუწევს, მაგრამ პრინციპში ჯერობით ეს არის მთავარი საკითხი, რომელზედაც როგორც ჩანს, გადის რუსეთის და უკრაინის მოლაპარაკებები და ვნახოთ რა ტიპის გარიგების დადება შეეცდებიან და შეძლებენ ეს ორი ქვეყანა და მეორე მხრივ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი და საბოლოო ჯამში დონალდ ტრამპის ეს მედიაცია თუ გამოიღებს შედეგს და შეხვდებიან თუ არა ლიდერები სავარაუდოდ საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში უკვე მომდევნო თვეებში იმისთვის, რომ ოფიციალურად გააფორმონ სამშვიდობო ხელშეკრულება. სავარაუდოდ ამერიკასა და უკრაინას შორის მინერალების შეთანხმება შედგება, ამის ნიშნები არსებობს ნამდვილად, თუმცა ეს შეთანხმება იქნება აუცილებლად შეცვლილი პირობებით, რომელიც არ მოიაზრებს უკრაინის ბუნებრივი რესურსების სამუდამოდ გამოყენებას, ან საერთოდაც მთლიანი რესურსების ნახევრის ათვისებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რაც არის ერთ-ერთი ის მთავარი პირობა, რომელსაც ზელენსკი ამ მოლაპარაკების პროცესში აყენებს. ასევე ზელენსკი იმასაც ამბობს, რომ თუ კი მისი პრეზიდენტობა არის პრობლემა, რასაც ის
ამჩნევს ტრამპთან მიმართებით, მაშინ ის მზად არის, რომ თანამდებობა დღესვე დატოვოს, თუ კი, რა თქმა უნდა, უკრაინა მიიღებს მშვიდობის ან ნატოში შესვლის გაწევრიანების გარანტიას მარტივად რომ თქვათ. ეს გარანტიები არ უნდა იყოს ცხადია უბრალოდ სიტყვიერი დაპირებები, ზელენსკი ამ შემთხვევაში კონკრეტულ ნაბიჯებს და ხელმოწერილ დოკუმენტებს მოითხოვს, მაგრამ თუ კი ის ამ ყველაფერს ნახავს, მაშინ იგი მზად იქნება, რომ ფაქტობრივად ხვალვე გადადგეს, ქვეყანაში ჩატარდეს არჩევნები ან სხვა პროცესით, ვინმე სხვა იქნეს შერჩეული პრეზიდენტად. ეს ნარატივი საერთოდაც დღის წესრიგში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკი იყო ჩვეულებრივი დიქტატორი, რომელიც არჩევნებს არ ატარებდა, რომელსაც მხარდაჭერა ჰქონდა 4-7%-ის ფარგლებში და მას უბრალოდ ქვეყანაში არავინ არ ენდობოდა. ეს არის ბრალდება, რომელიც ტრამპმა წააყენა საერთაშორისო დონეზე, რომელსაც გამყარება დიდად კვლევების მხრიდან ყოველ შემთხვევაში არ აქვს და არც პრინციპში ოპოზიციის ქმედებებიდან არ ჩანს მსგავსი რამ, მაგრამ ბრალდებები ნამდვილად არის. აქვე ზელენსკი იმასაც ამბობს, რომ ის თავისი არსით არ აპირებს დიქტატორობას და ქვეყნის სამუდამოდ ხელმძღვანელობას, ის იმასაც ამბობს, რომ მისი მიზანი საერთოდაც არ არის უკრაინის 10 წლით ან 20 წლით ლიდერობა, მას სურს მხოლოდ და მხოლოდ რომ უკრაინაში დამყარდეს მშვიდობა და როგორც კი დამყარდება მშვიდობა, ის ზად არის, რომ მეორე დღესვე ქვეყანაში ჩატარდეს არჩევნები და შემდეგ არჩევნებში ვინც გაიმარჯვებს და ის გახდეს ახალი პრეზიდენტი. პარალელურად ამისა, ცხადია, ქვეყნები აგრძელებენ დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას და ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში გაერო რჩება იმ უწყებად, სადაც როგორც წესი გლობალური დიპლომატიური საკითხები წყდება. ეს შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები არ გამორიცხავს, რომ გამოვა გაეროდან, ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან, რომელშიც წევრობა მას უჯდება ყველაზე ძვირი სხვა ქვეყნებთან შედარებით დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი ყოველწლიურად. მოკლედ, ორი სხვადასხვა ტიპის რეზოლუცია დაინიცირდა გაეროში, რომელიც დაკავშირებული არის იმ ასთან, რაც ხდება ქვეყანაში. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების რეზოლუცია და ეს არის ევროკავშირის რეზოლუცია. სხვადასხვა ტიპის რეზოლუციები არის ესენი. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მაგალითად წერია, რომ მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე არის საუბარი და კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობაზე წერენ, თუმცა მაგალითად არ არის ნახსენები ის, რომ ომი არ არის ნახსენები უბრალოდ ერთი მხრივ უკრაინის ტერიტორიული საკითხი და მეორე მხრივ არ არის ნახსენები არც ის, რომ დაუყოვნებლივ უნდა გავიდნენ რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან, ასევე ისიც პირდაპირ კონფლიქტის დაწყების პარალელობაც არ არის მითითებული რუსეთის ფედერაციის მისამართით, რაც ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაა, რომელსაც ევროკავშირის რეზოლუციაში ხვდებით. იქ პირდაპირ წერია, რომ ვალდებულია რუსეთი საკუთარი ჯარები გაიყვანოს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს და ომიც დაიწყო თავად უკრაინამ. ეს არის ნათქვამი, სხვა შორის საქართველოს იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატების რეზოლუციას, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას. თავად რეზოლუციას როგორც ასეთი დიდი არანაირი ხელმოსაჭიდი შედეგი არ აქვს, ეს შეიძლება ითქვას დიდწილად ფორმალური დოკუმენტია, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე მიუთითებს. რეზოლუციას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ყველაფერს, რაც მოხდა გერმანიაში და ეს უკავშირდება არჩევნებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ჩატარდა და რომელშიც სამთავრობო ცვლილება უკვე ოფიციალურად არის დადასტურებული. გერმანიას ნამდვილად ვიცით, რომ ეყოლება ახალი კოალიციური მთავრობა, რომელსაც ულიდერებს კონსერვატიული ბლოკი, რომელიც აერთიანებს ქრისტიან-დემოკრატიულ და ქრისტიან-სოციალისტურ კავშირებს, ორი პარტიის გაერთიანებით არის ეს ბლოკი შექმნილი და მან ჯამში მოიპოვა 28.6% ხმებისა. საინტერესოა, რომ მეორე ადგილი დაიკავა AfD-მ, რომელიც არის ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისათვის, ასეთი პარტია, რომელსაც წლების განმავლობაში ძალიან პრორუსული ნარატივები ჰქონდა, მაგრამ დროსთან ერთად პარტიამ მოიპოვა, ასე ვთქვათ, პოპულარობა საზოგადოებაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში ქვეყნისა და ახლა უკვე ხედავთ, რომ იგი მეორე ადგილსაც კი კავის. ხოთაშორის ამ პარტიას მხარს უჭერს პირდაპირ თუ არაპირდაპირ ილონ მასკი. მესამე ადგილზე ვხედავთ ოლაფ შოლცის პარტიას, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რომელმაც 16.4% მოიპოვა. სოციალ-დემოკრატებს ნამდვილად დიდი ჩამოქვეითება და ვარდნა აქვთ, რაც გერმანიაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება, ხოლო მწვანეებმა 11.6% მოიპოვეს. ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, რომ კონსერვატიული ბლოკი არ შეკრავს მთავრობას AfD-სთან ერთად, ანუ AfD მთავრობაში ვერ აღმოჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ ის მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა მისი გავლენა საკანონმდებლო ორგანოში არის კოლოსალურად გაზრდილი. სავარაუდოდ ახალ მთავრობას კონსერვატორები და სოციალ-დემოკრატები ჩაამოაყალიბებენ, რომელსაც შესაძლოა მწვანეებით შეუერთდნენ, რაც არის საჭირო იმისათვის, რომ ბუნდესტაგში მოიპოვო მართველი რაოდენობის ხმა, რაც არის 316 მანდატი 330 ადგილიანი საკანონმდებლო ორგანოდან. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ფრიდრიხ მერცი არის ახალი ბლოკის ლიდერი და სავარაუდოდ ის გახდება ქვეყნის
ახალი კანცლერი, რადგანაც როგორც წესი, მმართველი პარტიის ლიდერი ხდება ქვეყნის კანცლერი, ასე მუშაობს გერმანული საკანონმდებლო სისტემა. ხო, ფრიდრიხ მერცი არის განათლებით იურისტი, რაც გასაკვირი არ არის პოლიტიკური ქვეყნისთვის, ნებისმიერი პოლიტიკური აგებულებისთვის, მაგრამ მას აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება. ის წლების განმავლობაში მუშაობდა BlackRock-ში, რომელიც არის აქტივების მმართველი უდიდესი კომპანია მსოფლიოში, რომელიც 11 ტრილიონ 600 მილიარდი დოლარის აქტივებს მართავს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთოდ უწყება არის პლანეტაზე აქტივების მასშტაბი, ძალიან ბევრ ქვეყანასაც კი აღემატება. მას მაღალი მენეჯერული როლი ჰქონდა ამ კომპანიაში და სწორედ ის უხელმძღვანელებს გერმანიას, რაც არის ერთგვარი ცვლილება განსაკუთრებით შოლცის და მერკელის ტიპის წმინდა პოლიტიკოსების შემდეგ, რადგან ამ ტიპის ბიზნესის გამოცდილების მქონე ლიდერი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში გერმანიას არ ყოლია და შეიძლება სწორედ ეს იქცეს კატალიზატორად იმისა, რომ გერმანიაში ძალიან ძირეული ცვლილებები დაიწყოს, რომელსაც მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ითხოვს, მათ შორის თუნდაც ენერგეტიკის მიმართულებით, რადგან გერმანია, რომელიც ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკაა, ევროპის ნამდვილი ბურჯია, ძალა, ავტომანქანებით დაწყებული ყველაფრით დამთავრებული, რასაც გერმანიაში აწარმოებენ, საბით დამთავრებული, რომელიც ყველაზე დიდი გერმანული კომპანიაა და რომლის საბუხალტრო აღჭურვილობას იყენებენ მთელ მსოფლიოში, მაგრამ ბოლო პერიოდში გერმანიის ისე როგორც ევროკავშირს არ აქვს მაინც კარგად საქმე ზოგადად სხვა მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიური განვითარების კუთხით, რადგან ინოვაციები არის შეფერხებული ბოლო წლებში, ეს არის ფაქტი, ფული აღარ შემოდის იმ რაოდენობით, რაოდენობითაც შედის განვითარებულ ქვეყნებში ან სილიკონის ველზე, შესაბამისად ამ ზედმეტმა რეგულაციებმა, რომლებიც მიიღეს ევროკავშირმა და ცალკეულმა ქვეყნებმა ბოლო წლებში, ერთგვარი ვითარება შექმნა, მაგრამ ფრიდრიხ მერცი როგორც ჩანს აპირებს ამ ყველაფრის შეცვლას, ფოკუსირებული იქნება გერმანია მისი მმართველობის პერიოდში გაციფრულებაზე, ბიუროკრატიის შემცირებაზე, მთავრობის როლის შემცირებაზე, ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე და ყველაფერი იმაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე დავამატებ ერთ დეტალს, რომ AfD-ს რეიტინგის მატება მიანიშნებს იმ ტენდენციაზე, რომელიც არის არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ზოგადად ევროკავშირის ტერიტორიაზე, სადაც მემარჯვენე პარტიები ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურები ხდებიან. ეს ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა, ესპანეთი დაწყებული, აქეთ მეორე მხარეს უნგრეთი დამთავრებული და ერთგვარი გლობალური ტენდენცია, რომელსაც პოლიტიკაში ხვდებით, დონალდ ტრამპის თავის დროზე სწორედ ამ ტიპის პოლიტიკოსად მოიაზრებოდა. ბორის ჯონსონიც კი გაერთიანებული პრემიერ-მინისტრის სანამ გახდებოდა, სწორედ ისიც ამ ტიპის პოლიტიკოსად ითვლებოდა, ხავიერ მილეი არის არგენტინაში და ასე შემდეგ. ასე რომ ერთგვარი ტენდენცია გამოიკვეთა და დადასტურდა უკვე საბოლოოდ გერმანიის არჩევნებით. აქვე რადგან ტრამპი ახსენე, ტრამპის ეფექტზეც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა, რომელმაც გასული კვირის განმავლობაში საფონდო ბირჟას ძალიან მკვეთრი დაღმასვლა მოუტანა, საშუალო ინდექსების ვარდნა 2-დან 2.5%-ის ფარგლებში იყო და უფრო კარგად რომ გამოსახოთ რიცხვებში, ეს ნიშნავდა გლობალური საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციის შემცირებას 1 ტრილიონი დოლარით. ფაქტობრივად ყველაფრის ფასი დაეცა მსოფლიოს მასშტაბით, რისი წარმოქმნად შეიძლება რომელი კომპანიაც შეგვიძლია გაგვახსენდეს, არცეც კარგი შედეგი გასული კვირის განმავლობაში არ ჰქონია, თუ კი რა თქმა უნდა, ჩინურ კომპანიებს არ ჩავთვლით და ეს ყველაფერი იყო დაკავშირებული ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან და მის მიერ გავრცელებულ განცხადებებთან, ვინაიდან ის აანონსებს ახალ ტარიფებს თითქმის ყველა წინააღმდეგ, მათ შორის ტარიფები ამოქმედებული ავტომობილების, ფარმაკოლოგიური პრეპარატებისა და მათ შორის ნახევარგამტარების იმპორტზე 25%-იან ტარიფზე აქ არის საუბარი და ასევე საუბარი არის სავაჭრო ომის გამწვავებაზე ევროკავშირის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა ნამდვილად ახალ ფაზაში გადავიდეს, რომელიც ამერიკული კორპორაციული სექტორისათვის სავარაუდოდ სარგებლის მომტანი არ იქნება, რადგანაც ევროკავშირი თავადაც თუ ამოქმედებს ტარიფებს, ეს რა თქმა უნდა დაარტყამს ამერიკულ კომპანიებსაც, ვინაიდან ისინი როგორც ასე ბიზნესს აწარმოებენ ევროკავშირის ბაზარზე. მოკლედ, ესეთი ამბები არის მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკურ ასპარეზზე, ჩვენ კი საქმიან საღამოს ზუსტად ერთ წუთში გავაგზავნებთ დღის რიცხვის ფორმატში. სოფლის მეურნეობის პროდუქტი მეოთხე კვარტალში წლიურად 4.8%-ით, მესამე კვარტალთან შედარებით კი 12.8%-ით გაწვირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეული ღირებულების ინდექსის მიხედვით, გასული წლის ბოლო კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების ზრდით. ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ლეხთვახევის ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით გამაგრება რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტირება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე განხორციელდა და ტერიტორიაზე ქვათაცვენის შემაკავებელი ღონისძიებები დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ქვათაცვენისა და კლდეზვავური პროცესების წარმოქმნა განვითარების რისკის მოხსნამდე ტურისტებისთვის ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდულია. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ აპრილიდან საპენსიო სააგენტოს ახალი მმართველობითი საბჭო ეყოლება. როგორც მინისტრი აცხადებს, წევრები უკვე შერჩეულები არიან, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებს.
კრიპტოინდუსტრია მორიგი მასშტაბური კიბერშეტევის სამიზნე გახდა. ჰაკერებმა საერთაშორისო კრიპტობირჟა Bybit-დან რეკორდული 1.5 მილიარდი დოლარის მოცულობის კრიპტოაქტივები მოიპარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა და დღევანდელი დღის რიცხვიც სწორედ ეს არის. დუბაიში დაფუძნებული კრიპტობირჟის განცხადებით, მასშტაბური შეტევის მიუხედავად მომხმარებლებს საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან მოპარულ აქტივებს კომპანია თავად ანაზღაურებს და ამ შეტევით ზარალი Bybit-ის კლიენტებს არ მიადგებათ. კომპანია იმასაც აღნიშნავს, რომ კრიპტობირჟის პორტფელში ისევ უსაფრთხოდ რჩება 20 მილიარდი დოლარის აქტივები, რომელთაც არავითარი საშიშროება არ ემუქრებათ და ბირჟიდან მათი გატანის საჭიროება არ არსებობს. როგორც ცნობილია, ჰაკერებმა Bybit-ის უსაფრთხოების სისტემაში შეღწევა და ერთ-ერთი მსხვილი საფულიდან კრიპტოვალუტის მოპარვა შეძლეს. Bybit-ის დირექტორის Ben Zhou's განცხადებით, კრიპტობირჟა გადახდის უნარიანია და მის 60 მილიონ კლიენტს არაფერი ემუქრება. მოპარულ აქტივებთან დაკავშირებით Zhou აღნიშნავს, რომ გამოძიება დაწყებულია და კომპანია ყველაფერს იზამს ჰაკერების აღმოსაჩენად. უფრო მეტიც ის 140 მილიონის ჯილდოს გადასცემს იმას, ვინც დამნაშავეების იდენტიფიცირებას შეძლებს. ცნობისთვის გეტყვით, რომ 2018 წელს დაფუძნებულ Bybit-ს მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონი მომხმარებელი იყენებს და კრიპტობირჟების რეიტინგში ის ერთ-ერთი მოწინავე ადგილის მფლობელია. გლობალური კინოინდუსტრია მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დგას, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრენჩაიზი, რომელიც James Bond-ს უკავშირდება, Mi-7 გამოგონილი ნაწილის გაერთიანებული სამეფოს შიდა უსაფრთხოებისა, მისი მთავარი აგენტის 007-ის, იგივე James Bond-ის ფრენჩაიზი ამიერიდან უკვე სრულყოფილად გახდება Jeff Bezos-ის კომპანიის საკუთრება. თავის წილ ჯერ კიდევ 2022 წელს, როცა MGM იყიდა Amazon-მა ეს ფრენჩაიზი, ისე როგორც სხვა ბევრი ფრენჩაიზი, გადავიდა, მათ შორის Rocky Balboa, Kraft Dumili, ვარდისფერი პანტერა, მხეულის წიგნი და ამ შემდეგ ყველაფერი ეს გადავიდა ისაც Amazon-ის საკუთრებაში, მაგრამ კრეატიულ უფლებებს იტოვებდა Barbara Broccoli და პროდიუსერები ამ ფილმისა, და საერთოდ ამ ფილმების ფრენჩაიზისა 25 ფილმი არის გამოსული, ჯერ კიდევ მას შემდეგ, რაც Ian Fleming-ის რომანის მიხედვით პირველი ადაპტაცია შეიქმნა გაერთიანებულ სამეფოში, მას შემდეგ ის იქცა საკულტო ფილმად, საერთოდ საკულტო პერსონაჟად, რამდენიმე ადამიანი გამოიცვალა, ბოლოს Daniel Craig-ი ასრულებდა ამ როლს, სავარაუდოდ მომდევნო დეკადებში ეს Henry Cavill იქნება, ადამიანი, რომელიც Superman-ის როლითაა ცნობილი, ალბათ ის გახდება მომდევნო James Bond-ი, მაგრამ ამისთვის უკვე ყველაფერს უნდა დაველოდოთ. ფაქტი ის არის, რომ ამიერიდან გადაწყვეტილებას მიიღებს Amazon-ი, კომპანია, კორპორაცია და შესაბამისად თუ ვინ იქნება შემდეგი James Bond-ი, ამას გვიჩვენებს დრო, რადგან ჯერჯერობით ეს არ არის ასეთი ცნობილი, მაგრამ როგორც ვთქვი, შეიძლება სწორედ ასეთი განვითარება ჰპოვოს ამ ფრენჩაიზმა, რომელშიც სავარაუდოდ ძალიან ბევრი ფილმი გამოჩნდება მომდევნო დეკადებში, რადგან კორპორაციებს როგორც წესი ასე უყვართ ხოლმე გაწურვა სრულად ფრენჩაიზების, სიკველების, პრიკველების და სხვადასხვა ტიპის სპინ-ოფების გადაღება სერიალის სახით იქნება ეს თუ ფილმის სახით, რაც შეიძლება დიდი კომერციული მოგება მიიღონ. Amazon-ის ხსენებაზე უნდა ვისაუბროთ მის ჩინურ კონკურენტზე, რომელიც არის ყველასათვის კარგად ცნობილი Alibaba, რომელმაც თავის დროზე ჩინეთი გამოაჩინა გლობალურ ელექტრონულ კომერციის ბაზარზე. ამ კომპანიის დამფუძნებელი არის Jack Ma და Alibaba-ს ბოლო პერიოდში აქვს შესანიშნავი შედეგები. იანვრის მინიმალურ ნიშნულთან შედარებით Alibaba-ს კაპიტალიზაცია ლამის 75%-ით არის გაზრდილი. ეს მატება, როგორც ხედავთ, არის ძალიან დინამიკური და მოკლე ვადაში დაფიქსირებული, რაც უკავშირდება ბოლო დროინდელ მოვლენებს. მათ შორის აქ საუბარი არის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრაზე Jack Ma-ს მხრიდან, რაც ინვესტორებმა დადებითად მიიღეს და ასევე უნდა ვახსენოთ Alibaba-ს მიერ გამოქვეყნებული კვარტალური შედეგები, რომელიც შესანიშნავი იყო და ყველანაირად გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინებს. კომპანია მიიღო 38.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მესამე კვარტალში და წმინდა მოგებამ შეადგინა 6.7 მილიარდი დოლარი, რაც აგრეთვე აღემატებოდა ანალიტიკოსების პროგნოზს. აქვე იცის უნდა აღინიშნოს, რომ Alibaba არის ჯერაც ეგრეთ წოდებული დაბალი შეფასების მქონე კომპანიების კატეგორიაში, undervalued რასაც უწოდებენ, ვინაიდან 2021 წლის პიკურ ნიშნულთან შედარებით თითქმის გაცამტვერებული არის Alibaba-ს შეფასება, ამიტომაც მას ჯერაც აქვს ზრდა განვითარების საშუალება, ვინაიდან როდესაც კომპანია ერთდროს არის ნამყოფი მაგალითად 9 ტრილიონიან ნიშნულზე, მას ნამდვილად შეუძლია მეორედ და მესამედ იქ
დაბრუნება. შესაბამისად, ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული კომპანიის სამომავლო ზრდაგანვითარების გეგმაზე, ხოლო ამ მიმართულებით კომპანიას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგია, რაც უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის განვითარებას და ამ მიმართულებით მინდა გითხრათ, რომ ჩინეთში Apple-ის პარტნიორი იქნება სწორედ Alibaba, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჩინეთის ბაზრისათვის განკუთვნილ iPhone-ებში ხელოვნურ ინტელექტს სწორედ Alibaba ჩააშენებს, რაც არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამბავი როგორც Alibaba-თვის, ასევე რა თქმა უნდა, Apple-ისთვისაც. აი ასეთი იყო 24 თებერვლის საქმიანი საღამო. ჩვენი გადაცემის დასრულების შემდეგ ელოდებათ თელარა გელანტიას ავტორო გადაცემა წერტილი. მემჯის დილის ეთერს ყოველ ტრადიციულად საქმიანი დილა დაიწყებს, რომლის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა ვუყუროთ ქალების ნარატივს. ხვალ დღის მთავარ ამბებს საქმის კურსი გაგაცნობთ, სამუშაო დღეს კი ტრადიციულად საქმიან საღამოში შევაჯამებთ. ღამემშვიდობის და დროებით. მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი.